საღამო მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე გახლავართ ანა მესხი და მოგესალმებით ტელეკომპანია ქართული ტევეს ეთერიდან. დღეს პარასკევია და როგორც ყოველთვის პარასკევობით საღამოს 9 საათზე ჩვენ ხვდებით ერთმანეთს. დღეს ჩემი საავტორო გადაცემის ქართველური ცივილიზაცია მეორე ციკლის მერვე საუბარია. მერვე საუბარი ისევ ეყრდნობა, რა თქმა უნდა, ჩემი ბოლო მონოგრაფიის მიჯაჭვული ამირანის ლინგვო-კულტუროლოგიური ქსელის გამოკვლევებს. ჩვენ დღეს ვაგრძელებთ და ამავე დროს ვამთავრებთ ამირანისა და თევზის ურთიერთკავშირზე საუბარს. ჩვენი წინა საუბარი, თუ გახსოვთ, დავამთავრეთ ანატოლიური საბეჭდავის დეშიფრირებით. მაგრამ სამწუხაროდ, ახლა თქვენ ხედავთ სლაიდზე სწორედ ანატოლიურ საბეჭდავს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ დროის სიმცირის გამო ვერ დავამთავრეთ მთლიანი კომპოზიციის დეშიფრირება, ვინაიდან იგი საკმაოდ დიდია. ჩვენ რაც წინა საუბრის დროს გავაკეთეთ, ეს იყო კომპოზიციის მარჯვენა მონაკვეთის ბოლო თემატური ჯგუფის განხილვა, სადაც ნაჩვენები არის ამირანის დასჯილი მდგომარეობა და არა მარტო ეგ, არამედ აქ არის მოცემული ამირანიანიდან რამოდენიმე ეპიზოდი ამირანის ცხოვრებიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცენტრალური ღვთაების მიერ მოცემული კომპოზიცია ორ ძირითად ნაწილად იყოფა. მარცხენა, უბრალოდ ღვთაებისაგან მარცხნივ, მაგრამ ჩვენგან მარჯვნივ მოთავსებული არის ორი ქვე თემა. პირველი ქვე თემა, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ განვიხილეთ ჩვენი წინასაუბრის დროს, ეს ამირანის დასჯილი მდგომარეობაა, ხოლო მეორე თემაც, რა თქმა უნდა, იდეაში, ასე ვთქვათ, და კომპოზიციის მთლიანობიდან გამომდინარე, ასევე უნდა მიემართებოდეს ამირანის დასჯის თემას. მაგრამ ამირანიანის სხვადასხვა ვარიანტებში ჩვენ არსად არ გვხვდება ამირანის დასჯა რამოდენიმე პიროვნების მიერ. ჩვენ ვიცით, რომ ამირანი დასაჯა ღვთაებამ და ღვთაებამდე დაახურა მას მეორე მთა, რომ ამირანს არანაირი ნათელი არ ეხილა. აქ კი ჩვენ გვაქვს სამი ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფი. შეიძლება თუ არა ვიფიქროთ, რომ ეს სრულიად განსხვავებულ თემატიკას უკავშირდება. ამის თქმის საშუალება და ფიქრის საშუალება ჩვენ არ გვაქვს და არ გვაქვს იმიტომ, რომ ცენტრალური ფიგურა არის ღვთაება და ღვთაებასთან განსხვავებული, ასე ვთქვათ, თემატიკა, მაგრამ ერთ ქვე ჯგუფში მოთავსებული გამოსახულებები, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ განსხვავებულ საკითხებს ეხებოდეს. ეს კი იმას გვეუბნება, რომ ეს სამკაციანი ჯგუფი ისევ და ისევ დაკავშირებული არის ამირანის დასჯასთან. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გავიხსენოთ უკვე ბერძნული ვარიანტი მიჯაჭვული ამირანისა. მიჯაჭვული ამირანი ესქილეს მიხედვით დასაჯა ზევსმა და რამოდენიმე პიროვნებას დაავალა მისი კავკასიონის მთაზე მიჯაჭვა. ერთ-ერთი მათგანი აი ამ სადამსჯელო ჯგუფიდან გახლდათ კრატოსი, რომელიც განასახიერებდა ძალას. მეორე პიროვნება გახლდათ ბაია,
მისი და, რომელიც განასახიერებდა ძალადობას, ხოლო მესამე პიროვნება კი იყო ჰეფესტო, კოჭლი ღვთაება ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება, ჰერასა და ზევსის შვილი. აი ამ ჯგუფში, როგორც ჩანს, ჩვენ სწორედ აქამდე ჩვენთვის ცნობილი, როგორც ბერძნული ვარიანტი ამირანის დასჯისა, მოდით ასე ვეთქვი, ოღონდ პრომეთეს სახით გამოხატული, სწორედ აი ამ გამოსახულებაში უნდა ვიგულისხმოთ. საქმე იმაშია, რომ ჩვენს მიერ უკვე აღწერილი ორი პიროვნება, რომელიც წინ მიუძღვის ჰეფესტოს, ესენი ყოფილან თურმე კრატოსი და მისი და ბაია. ამას ადასტურებს მათი ჩაცმულობაც და როგორც ადრე ვთქვით, მათი გვირგვინის განსხვავებული დაბოლოებებიც. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ აი ამ ჯგუფში მართლაც უნდა გვქონდეს პრომეთეს დასჯის სცენა. რაც შეეხება მესამე პიროვნებას და ეს უკვე ჰეფესტო გახლავთ, იგი რა თქმა უნდა განსხვავებული ფორმით არის მოცემული და სწორიც არის ავტორი, იმიტომ რომ მან შეასრულა სწორედ ის დავალება, რა დავალებაც ზევსის მიერ იყო გაცემული. ხოლო რაც შეეხებოდა კრატოსსა და მის დას ბაიას, ანუ ძალასა და ძალადობას, მათ უნდა თვალყური ედევნებინათ, რომ ზევსის სასჯელი სწორად და ზედმიწევნით კარგად იქნებოდა შესრულებული. ეს რომ მართლაც ასია და ჩვენი დეშიფრირება რომ სწორია, ამას მოწმობს მათი სახის გამომეტყველებაც. როგორც ჩვენ უკვე ადრე ვთქვით, პირველი ორი სახის გამომეტყველება ნეიტრალურია, მესამესი კი რაღაცაზე გაბრაზებული. ეს სიბრაზეც ჩვენთვის ნათელია იმდენად, რამდენადაც ჰეფესტო თავის ნათესავად თვლიდა პრომეთეს. ახლა მე მოვიყვან ერთ პატარა მონაკვეთს ესქილეს პოემიდან, თარგმანი შესრულებული არის ალექსანდრე ქუდათელის მიერ და წაგიკითხავთ იმ მონაკვეთს, რომელიც ადასტურებს სწორედ ასეთი გაბრაზებული სახით ჰეფესტოს გამოსახულებას აღნიშნულ საბეჭდავზე. შენ ძალავ და შენ ძალადობა ნება ზევსისა ასრულებული გაქვთ სრულიად შეუფერხებლად. მე ვიდგავ ბედო ნათესავი, ეგ ჩემი ღმერთი, გრიგალებისგან დაუფარავ კლდეზე დავაბა. მაშასე ჩვენ უკვე ვიგებთ, რომ ჰეფესტო ძალიან უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ მან ზევსის დავალება შეასრულა. სწორედ ამიტომ არის, რომ ისინი ასეთი განსხვავებული სამოსითაც და განსხვავებული სახის გამომეტყველებითაც არიან წარმოდგენილნი. კიდევ ერთი დეტალი. ეს სამკაცად დამსჯელი ჯგუფი ზურგით არის შექცეული ამირანის დასჯის გამოსახულებასთან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს მათი ნახელავია და ისინი აი ამ დავალების შესრულების მერე უკვე მიდიან თავის ღვთაებასთან, რომ მოახსენონ მისი ბრძანების შესრულება. ძალიან კარგი. ეს რაღაცას უნდა ნიშნავდეს. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ პრომეთე ეს ბერძნული მითების, ბერძნული მითოლოგიური სისტემის გმირია, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ბერძნები ამბობდნენ, რომ პრომეთეს მითი კოლხეთიდან იყო შესული,
მაინც რატომღაც სოფლიოში პრომეთე ამირანთან გაიგივებული არ არის. პრომეთეს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, პოპულარობა გააჩნია სოფლიოში, ხოლო ამირანს კი რატომღაც არა, მაშინ როდესაც სწორედ ამირანის პროტოტიპს, ანუ ორეულს წარმოადგენს თურმე პრომეთე და აი ეს საბეჭდავიც ძველი წელთა აღრიცხვის მე-14 საუკუნის ანატოლიური საბეჭდავი ამას ადასტურებს. აქედან ჩვენ რამოდენიმე ძალიან სერიოზული დასკვნის გამოტანა შეგვიძლია. პირველი ეს გახლავთ ის, რომ თვითონ აი ამ საბეჭდავზე აღბეჭდილი არის უკვე ის ორი განსხვავებული მიმართულება, რომლითაც ცნობილია ბერძნული მითოლოგია პრომეთეს შესახებ და ქართული თქმულებები ამირანის შესახებ. ამავე დროს ვიცით, რომ ეს საბეჭდავი მე-14 საუკუნისაა ძველი წელთა აღრიცხვით, ხოლო პრომეთეს შესახებ არსებული ინფორმაცია ბერძნულ წყაროებში მოყოლებული ჰესიოდედან, რომელიც მერვე საუკუნის მოღვაწე გახლდათ, ფაქტობრივად უკან ჩამორჩება. შეუძლებელია, რომ მე-14 საუკუნეში, რომელიც წინ უსწრებდა რამოდენიმე საუკუნით ბერძნულ წყაროებში პირველად გამოჩენილ პრომეთეს, რომ ეს ბერძნული წყაროებიდან აეღოთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პირდაპირ საბეჭდავი გვეუბნება, რომ პრომეთეს ასე ვთქვათ, ვარიანტიც, პრომეთეს დასჯის ვარიანტიც, ეს ქართული თქმულებიდან იყო აღებული, მაგრამ რატომღაც ბერძნებმა იგი თავისად წაიღეს და მასზე უკვე მთელი რიგი უზარმაზარი მითოლოგია ააშენეს. მაშასე ჩვენ ვხედავთ აი ამ მარჯვენა მხარეს განლაგებულ ნახევარში კომპოზიციისა ორ მნიშვნელოვან ხაზს და მე ამას ხაზს უსვავ ორ მნიშვნელოვან თემას, ორ მნიშვნელოვან ხაზს ქართულისა და ბერძნულისა, უფრო სწორად ქართულისა და ქართულისა, რომელიც შემდეგ უკვე ბერძნულ წყაროებში დაფიქსირდა. ახლა გავაგრძელოთ ჩვენი დეშიფრირება და გადავიდეთ უკვე მარცხენა მხარეს განლაგებულ კომპოზიციაზე. როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, აქაც ორი თემატური ჯგუფი გამოიყოფა. პირველ თემატურ ჯგუფში ჩვენ გვაქვს დიდი ზომით მოცემული ქალღმერთება, თავისი მოვალეობების, ღვთაებრივი მოვალეობების, ფუნქციების შესრულების დროს. ვინ შეიძლება იყოს ეს ქალღმერთება? თუ ჩვენ ინტალიოს მარჯვენა მხარეს მოცემული გვაქვს ამირანის დასჯა და მოცემული გვაქვს ორივე ქართული და ბერძნული ვარიანტები, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ აქაც რა თქმა უნდა წამყვანი ელემენტი უნდა იყოს ამირანიანის შესახებ არსებული თქმულებები. ხოლო იქ, სადაც ამირანია, არის მისი დედაც, დალიც. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ მარცხენა მონაკვეთში მოთავსებულ პირველ ქვეთემაში ჩვენ ყავს წარმოდგენილი სწორედ ამირანის დედა, ქალღმერთება დალი. ახლა გავიხსენოთ ის, რომ დალი იყო ველური ბუნებისა, ცხოველებისა და მონადირეების პატრონი, ღვთაება და აქედან გამომდინარე, მისი შემოსაზღვრა სწორედ გარეული ცხოველებით ძალიან ბუნებრივ მინიშნებას წარმოადგენს იმაზე, თუ რა ღვთაებრივი სფერო ევალა აღნიშნულ ღვთაებას. მაშასე ჩვენ მივედით იქამდე, რომ დიახაც ეს არის დალი თავისი ღვთაებრივი მოვალეობების შესრულების დროს, მაგრამ ამავე დროს ახლა ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ის, თუ რატომ აქვს მას თავზე აი ეს პატარა წრე. ხო, რას უნდა მიანიშნებდეს იგი? უნდა მოგახსენოთ, რომ გვირგვინის აი ამ ნაწილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წრეს უხსოვარი დროიდან მზესთან აიგივებდნენ ხოლმე და მე ჩემს ნაშრომში
მიჯაჭვული ამირანის ლინგვოკულტუროლოგიური ქსელი ნაჩვენები მაქვს, რომ დალი არის ასევე ქართული ასომთავრული ანბანის მეოთხე ასონიშანი დონი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დალის ანბანური სახება, დალის ანბანური ჰიპოსტაზი ეს გახლავთ ქართული ასომთავრული დონი, ანუ იგივე ღვთაებამზე და დალის ოქროს თმები სწორედ ამისი მანიშნებელია. თქმულებებში ეს ასე პირდაპირ ნათქვამი არ არის, მაგრამ მისი გარკვეული ატრიბუტიკით ჩვენ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, იმაზე საუბარი, რომ დალის ერთ-ერთი სახე წარმოადგენდა სწორედ მზის ასტრონომიას, წარმოადგენდა მზის მოძრაობას, ეს გახლავთ ქართული ასომთავრული დონი. მაშასე, ახლა შეგვიძლია ჩვენ უკვე გადავიდეთ შემდეგ გამოსახულებაზე, უფრო შემაღლებულ პლატფორმაზე მოცემულ გამოსახულებაზე, სადაც უკვე შეგვიძლია დადასტურებით ვთქვათ, რომ დალი გაცილებით უფრო პატარა ზომებშია მოცემული. რას უნდა ნიშნავდეს ეს პატარა ზომები? ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ დალი ამ შემთხვევაში თავის ღვთაებრივ მოვალეობებს, თავის ღვთაებრივ ფუნქციებს არ ასრულებს. იგი მოსვენების მდგომარეობაშია. და აი ამ მოსვენების მდგომარეობაში, ანუ როდესაც იგი ღვთაებრივი საქმეებისაგან თავისუფალია, აი ამ დროს იგი დაკავებული არის არწივის სახიან პიროვნებასთან საუბრით. მაგრამ აქვს თუ არა მას თავისი ღვთაებრიობის დამადასტურებელი ნიშანი? აქვს, რა თქმა უნდა, და ჩვენ ამაზე წინა საუბარშიც ვისაუბრეთ. თუ დიდი ზომით გამოსახულ დალის გვირგვინზე წრე ადგია, რაც მზესთან არის გატოლებული, ამ შემთხვევაში უკვე დალის თავზე მზე კი აღარ ადგია, არამედ რაღაცა ვარსკვლავის მაგარი გამოსახულება აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აქ დალი მზე კი არ არის, არამედ ეს გახლავთ ცისკრის ვარსკვლავი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, განსხვავებული ასტრონომიული იპოსტაზი, თორე პიროვნება ისევ იგივეა, რა თქმა უნდა. რა არის ახლა ამ განსხვავებული იპოსტაზისთვის დამახასიათებელი? ჩვენ ვიცით ხო, რომ ცისკრის ვარსკვლავი ეს არის პირველი ვარსკვლავი, რომელიც გამოჩნდება ხოლმე საღამოს ცაზე და ბოლო ვარსკვლავი, რომელიც უჩინარდება ხოლმე დღის დადგომასთან. აი ეს ორი ასტრონომიული სახე მოცემული არის სწორედ ამ კომპოზიციაში. და ამავე დროს, რა თქმა უნდა, ორი განსხვავებული იპოსტაზი, როგორც ცისკრის ვარსკვლავისა და როგორც მზე ღვთაებისა. ახლა ჩვენი დალი, ჩვენი ცისკრის ვარსკვლავი თავის აი ამ ცისკრის ვარსკვლავის იპოსტაზით დაკავებული არის კამათით ვიღაც არწივის სახიან პიროვნებასთან, რომელსაც თუ დავაკვირდებით, ხელში ისეთივე კაუჭის მაგვარი იარაღი უჭირავს, როგორიც პირველ, ასე ვთქვათ, მარჯვენა ნაწილში დამსჯელი რაზმის წარმომადგენლებს. ეს იარაღი რომ ერთნაირია, ეს იმაზე მიუთითებს, რომ აი ამ პიროვნების, აი ამ არწივის სახიანი პიროვნების ფუნქციაც სწორედ ისეთივე დასჯა და სიკვდილის მოტანა, როგორც მაგალითად აი იმ სამი პიროვნებისა. მეტიც, თუ დავაკვირდებით აღნიშნულ არწივის სახიან კაცს, შევნიშნავთ, რომ მას მეორე ხელში უკავია ცხოველის მყოფელი ჯვარი გავიხსენოთ, რომელზედაც აწვეს ქრისტე, ჯვარი, რომელიც წარმოადგენს ამირანის ხმლის ანალოგს და ჯვარი, რომელიც არის ქართული ასომთავრული ქანი და არის ამირანის ხმალი. ახლა აი ეს სულ ყველა განშტოება
თითქოს ითრგუნება ან და მეორე პლანზე გადადის იმის გამო რომ აქ აღნიშნულ ღვთაებას ეს ჯვარი მოცემული აქვს სწორედ ისეთი ჯვარის სახით რომელზედაც აცვეს ქრისტე. ეს მე უკვე მეუბნება რომ ამირანიც ჯვარცმულია და დიახ უბრალოდ ამირანი განსხვავებულად არის ჯვარცმული, განსხვავებულად არის დასჯილი. მას ვინ შეიძლება იყოს აი ეს არწივის სახიანი პიროვნება. აქ გავიხსენოთ რომ მარჯვენა მხარეს მოცემული ორი თემატური ჯგუფი ფაქტობრივად პარალელურად წარმოგვიდგენს ქართულსა და ბერძნულ ვარიანტებს. აქედან გამომდინარე, თვითონ ავტორიც, რა თქმა უნდა, ამ საბეჭდავისა აი ამ პრინციპს ემსახურება, ამ პრინციპს აგრძელებს მარცხენა კუთხეში განლაგებულ თემატურ გამოსახულებასთან დაკავშირებითაც. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს არწივის სახიანი პიროვნება არის სწორედ ის არწივი, რომელიც ღვიძლს უჯიჯგნის ჩვენს კავკასიოზე მიჯაჭვულ ღმერთს. და ფაქტობრივად აი ეს ფუნქციურადაც აი ეს ჯვარი ჯვარცმისა და მეორე მხრივ კიდევ იარაღი სასჯელისა რომელი იარაღიც კიდევ დამსჯელთა ჯგუფში მეორდება უკვე ფაქტიურად გვეუბნებიან იმას რომ ეს ბერძნულ ქართული პარალელი აქაც გრძელდება. ახლა გავიხსენოთ ჩვენ ამ ჯგუფის კიდევ ერთი მონაწილე ეს იყო როგორც მაშინ ვთქვით აღწერისას ვთქვით უნდა მონადირე ყოფილიყო ვინაიდან მას სავსე კაპარჭა აქვს ხო მხრებზე გადაკიდული და მეორეს მხრივ კი ხელში უკავია თევზების აცმა. რა თქმა უნდა აქ უკვე საუბარი იმაზე რომ ეს ამირანის мама უკვე თითქმის აშკარაა ხო ამას ვერანაირი ფაქტი უკვე ვეღარ გააბათილებს იმის გამო რომ მთელი ეს კომპოზიცია მთლიანად ამირანიანის თემაზე არის აგებული. აქედან გამომდინარე, აი ეს პიროვნება, რომელსაც თევზი უკავია ხელში, რა თქმა უნდა გვეუბნება, რომ ეს ამირანის მამის ის სახია წარმოდგენილი, რომელსაც სულ კალმახი ჰქვია. აი ასე სულ კალმახი, სულ განაბული უსმენს ორ პიროვნებას. თავის ამირანის დედას, თავის სიყვარულს, ქალღმერთ დალის და არწივს, რომელიც თავის შვილს გულღვით უჯიჯგნის. რატომ უნდა იყოს ეს პიროვნება დაინტერესებული მათი საუბრით? ბუნებრივია დაინტერესებულია, იმიტომ რომ ჯერ ერთი იგი ამირანის მამაა და მეორეც ერთი იგი დაფანული იყო ყოველთვის ჩვენთვის თავისი მრავალი სახელით, მაგრამ ამ თავისი მრავალი სახელით იგი უზარმაზარ ძველ ცივილიზაციებში ჩადიოდა. ამიტომ რა თქმა უნდა, მისი შვილი, რომელიც ასევე ცივილიზაციის გავრცელებას ემსახურებოდა დედამიწაზე და ამჟამად არის დასჯილი, რა თქმა უნდა, მისი განთავისუფლების ფაქტით არის დაინტერესებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია უკვე დავასკვათ, რომ დალისა და არწივის სახიანი პიროვნების საუბარი სწორედ ამირანის განთავისუფლებას უნდა შეეხებოდეს და რომ ეს ამირანის განთავისუფლებას უნდა შეეხებოდეს, გაგახსენებთ ამირანის მარცხენა ფეხით თევზთან შეხებაც ადასტურებს, ხო, როდესაც თევზი ოდნავ მიწას უკვე მოწყვეტილი, ანუ უნდა აღდგეს უკვე ამირანი. აქ გავიხსენოთ კიდევ ერთი მომენტი. პირველი ის, რომ ამირანი დაებადა ღვთაებას, ქალღვთაებას დალის. ამირანი დაისაჯა, უпростоრად მოდით ჯერ ასე ამირანი მონათლა ღვთაებამ, შემდეგ ამირანი დაისაჯა ღვთაების მიერ და რა თქმა უნდა ის ბოლო აქტიც, რომელიც მის მიმართ უნდა განხორციელდეს, არის ასევე ღვთაების გადასაწყვეტი საკითხი. ამიტომ არის, რომ ამ შემთხვევაშიც ისევ დალიფიგურირებს, ისევ უჩინარი ჩვენი
კალმახი უსმენს აი ამ ალბათ სხვადასხვა ვარიანტების გარჩევას თუ როგორ უნდა მოხდეს ამირანის განთავისუფლება. მაშასე ჩვენ ფაქტობრივად უკვე დავადგინეთ ის რომ აქ არავითარ შემთხვევაში ანატოლიურ საბეჭდავზე არავითარ შემთხვევაში არ არის არც წარდგენის სცენა და არც რომელიმე სხვა სცენა, არამედ ეს პირდაპირ აღებული არის ჩვენი ქართული ამირანიანის თქმულებებიდან და იმ ბერძნული თქმულებებიდან, რომელიც ადრეც სწორედ ქართველური ამირანიანის თქმულებების სისტემაში შედიოდა. ერთადერთი პიროვნება, რომელიც ჩვენ აქ გასაანალიზებელი დაგვჭა, ეს არის ის ცენტრალური ღვთაება, რომელიც აი ამ ორ თემატურ ჯგუფს ერთმანეთისაგან გამოჰყოფს. ეს პიროვნება გახლავთ შუმერულად ისიმუდ არის მისი სახელი, ხოლო აქადურად კი უსმუ ქვია. უსმუ ისიმუდი ყოველთვის თან დაჰყვება ხოლმე ღვთაება ენქის. ეს არის მიწისქვეშა წყლების, შეგახსენებთ, მიწისქვეშა წყლების, სიბრძნის, ჯადოქრობის და ასე შემდეგ გამრიგე ღვთაება. მაგრამ რა ახასიათებს ამ უსმუს? თავისი ორი სახით უსმუ და აი ამ კომპოზიციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უსმუ ერთი მხრივ იყურება წარსულში, რომელიც ამირანის მიჯაჭვით არის წარმოდგენილი, ხოლო მეორე სახით იგი იყურება ამირანის მომავალში, რომელიც ამირანის განთავისუფლებით უნდა დაგვირგვინდეს. აი ეს უსმუც სხვათა შორის იმის გამო რომ იგი ორსახაა და ძალიან შეუხედავია, სწორედ ქართველური სიტყვიდან მომდინარეობს. ეს გახლავთ უშნო. ამიტომ აი ეს უშნო ღვთაება, რომელიც განაგებს წარსულსაც და განაგებს მომავალსაც, არის ის ღვთაება, რომელიც ამ საბეჭდავზე წინასწარმეტყველური სახით არის გადმოცემული აღნიშნული ანატოლიური საბეჭდავის კომპოზიციაში. ჩვენ როდესაც უკვე განვიხილეთ უსმუს ფუნქცია, განვიხილეთ თუ ნახეთ თუ ვინ იყო იგი, ახლა უკვე რა თქმა უნდა საჭიროა იმაზეც თქვათ ორიოდე სიტყვა, თუ რას წარმოადგენს ის პატაწინა წამონაზარდი, რომელიც მას ხელში უკავია. აი ამ ჯვარზე, ხო, ცხოველის მყოფელ ჯვარზე, რომელსაც პატარა წამონაზარდი აქვს. თუ ცხოველის მყოფელ ჯვარს, რომელიც არწივის სახიან პიროვნებას უპყრია ხელთ, ფაქტობრივად წარმოადგენს მახვილს, წარმოადგენს სიკვდილის მომასწავებელ სიმბოლოს, ამ შემთხვევაში უშნო უსმუს ხელში იგი სინამდვილეში წარმოადგენს მომავალი აყვავებისა და თავისუფლების სიმბოლოს, იმიტომ რომ იგი უკვე წარმოდგენილი არის, უпростоრად მისი ვერტიკალური ბუნი უკვე წარმოდგენილი არის როგორც ხესი ცოცხლისა, რომელსაც თავისი ახალი ტოტები, ახალი ყლორტები გამოაქვს. აი ასე იშიფრება ეს უძველესი 3400 წელზე უფრო ხანგრძლივი პერიოდის მქონე ანატოლიური საბეჭდავი. მაგრამ ჩვენ აქ დაგვჭა კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. ეს დეტალი გახლავთ სწორედ ის არშიის დეკორი, რომელიც საბეჭდავზე არის განლაგებული როგორც ზევით, ასევე ქვევით. თვითონ ის ფაქტი, რომ აი ასეთი წრიული, ნახევარწრიული ტალღოვანი გამოსახულებები წყალს რომ მიანიშნებს, ეს ოდითგან არის ცნობილი. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტალიოს ქვევით მოთავსებული აი ეს დიდი წრიული გამოსახულებები, ტალღების ფორმის გამოსახულებები მიანიშნებს წყლის ძალიან დიდ რაოდენობას. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს იყოს მაგალითად ოკეანე ან ოკეანის მსგავსი უზარმაზარი ზღვა და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეეხება ზევით განლაგებას, ეს უკვე არის წარმოდგენილი ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, წყლის სხეულით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ საუბარი უნდა
გქონდეს ორ განსხვავებულ წყლის სხეულზე, იმიტომ რომ არშია თვითონ განსხვავებული, ორივე ორ არშიას, რომელიც ცენტრალური ღვთაების პირდაპირ მდებარეობენ, ანუ ყოფენ მთლიანად გამოსახულებას ორტოლ ნაწილად, ეს ორი წყლის სხეული უნდა იყოს, ანუ ორი ზღვა შეიძლება იყოს, ხო? და დიახაც რომ ორი ზღვა და ასეთი მდებარეობა, როდესაც ფაქტობრივად ჩრდილოეთის მხარეს, ხო, ზედა მხარეს ჩვენ გვაქვს ორი განსხვავებული ზღვა, ხოლო ქვევით კი ჩვენ გვაქვს ოკეანე, ეს ჩვენ მიგვანიშნებს სწორედ საქართველოს მდებარეობაზე, ანუ ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს შავი ზღვა, ხოლო მეორე მხრივ კი კასპიის ზღვა. ეს არის ინტალიოს არშიაზე მოცემული სიმბოლური გამოსახულება წყლისა, ხოლო მის ქვევით კი რა თქმა უნდა მოცემული არის ერიტრიის ზღვა. ეხლა ერიტრიის ზღვა არის სპარსეთის ყურის ძველი დასახელება, მაგრამ გარდა ამისა იგი უერთდება ქვემოთ ინდოეთის ოკეანეს და თვითონ აი ამ მთელ მიმდებარე ტერიტორიას ხმელეთისას ასევე ერიტრიის ზღვა ეწოდება. აქედან გამომდინარე უკვე ნათელია, რომ ფაქტობრივად ის კომპოზიცია, რომელიც მოცემული არის ანატოლიის ცილინდრულ საბეჭდავზე, ჩვენ გვეუბნება, რომ რომელ ტერიტორიაზეც აი ეს დრამატული მოქმედებები იშლება, მოთავსებული არის ზევით, ესე იგი შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის, ხოლო ქვემოთ კი ერიტრიის ზღვას შორის. აი ასე იშიფრება ფაქტობრივად ეს ჩვენი ანატოლიური საბეჭდავი, რომელიც რა თქმა უნდა იმის გამო, რომ აღმოჩენილი იყო ანატოლიის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, მეტყველებს იმაზე, რომ შეუძლებელი იყო, რომ ამირანიანის შესახებ არსებული თქმულებები ასე ყოველგვარი შუალედური რგოლის გარეშე უცებ აღმოჩენილიყო ანატოლიის უკიდურეს დასავლეთში. არამედ იგი ჩვენ კარნახობს იმას, რომ აი ეს მთელი ტერიტორია, რა თქმა უნდა, უძველეს ხანაში დასახლებული იყო ქართველური ტომებით, რომელსაც არაჩვეულებრივად ჰქონდათ გასიგრძე განებული თავისი ღვთაება, ამირანის ისტორია, მისი ცხოვრება, მისი დასჯა და მისი მომავალი განთავისუფლება. მაშასე ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ აი ამ შუალედში ადრე დინასტიური შუალედიდან მოყოლებული დავათის სტელამდე მეოთხე საუკუნემდე ახალი წელთა აღრიცხვისა ჩვენ კიდევ გვაქვს შუაში ჩამჯდარი ძველი წელთა აღრიცხვის მე-14 საუკუნის ანატოლიური საბეჭდავი, ასევე ამირანიანის თემაზე გაკეთებული, სადაც ამირანისა და თევზის სახე ძალიან მკაფიოდ არის გამოკვეთილი, მაგრამ ისმის კითხვა, თუ ჩვენ ასეთ დიდ სიღრმეებში ჩავდივართ, არის თუ არა იმისი შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო ქვევით წავიდეთ და კიდევ უფრო დიდ სიღრმეებში ვეძებოთ ჩვენ ამირანიანის თქმულების ეპიზოდები თუ გნებავთ, ან და მისი სხვადასხვა ფიგურები, გამოსახულებები და ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ გვაქვს. და ეს გახლავთ ახლა თქვენ სლაიდზე ხედავთ ჩათალჰუიუკის ერთ-ერთ ტაძარს. რა არის ჩათალჰუიუკი? ჩათალჰუიუკი ეს გახლავთ ერთ-ერთი უძველესი ნეოლითური ხანის არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მდებარეობს კონიის რეგიონში, თანამედროვე თურქეთის სამხრეთ ნაწილში. ჩათალჰუიუკი, როგორც უკვე ვთქვი, ნეოლითური პერიოდის არქეოლოგიური ძეგლი გახლავთ და მისი, ასე ვთქვათ, დაარსება დაახლოებით იგულისხმება ძველი წელთა აღრიცხვის 7500 წლიდან, მაგრამ ის მდიდარი მოხეტულობა, რომელიც მთელ რიგ ტაძრებშია აღმოჩენილი ჩათალჰუიუკის ტერიტორიაზე, უკვე დათარიღებული არის მკვლევრების მიერ ძველი წელთა აღრიცხვის მე-7 1000-წლეულით. ანუ ჩვენ უკვე ფაქტიურად ერიდუს საკმაოდ გავასწარით, შეიძლება ასე ითქვას, და უკვე მე-7 1000-წლეულში ჩავდივართ ნეოლითის პერიოდში. აი ამ ჩათალჰუიუკის ტაძრებში
აღმოჩენილი არის სწორედაც რომ ჩვენი ამირანიანიდან აღებული ეპიზოდები. აი ახლა თქვენს ეკრანებზე ხედავთ ჩათალჰუიუკის მეშვიდე ტაძრის ერთ-ერთ ოთახს. ეს რა თქმა უნდა საკულტო ოთახი გახლავთ, იმიტომ რომ მის ცენტრში მოთავსებული არის კედელზე ღვთაება. ეს ბარელიეფი წარმოდგენილი არის ფეხმძიმე ქალღთაების მეშვეობით და მის ფეხმძიმობას ადასტურებს სწორედ მუცლის არეში გაკეთებული გამობურცულობა. რას უნდა ნიშნავდეს ეს, ხო? რატომ არის რომ აი ასეთი თუ შეიძლება ასე ითქვას ფეხმძიმე პიროვნების ფეხმძიმე ქალის გამოსახულება ნეოლითის ეპოქაში მოცემული როგორც ღვთაება. ამას თავისი ისტორია გააჩნია და ალბათ სხვა დროს ამაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ნეოლითის ეპოქის მოსახლეობა, მაიამ ჩათალჰუიუკის მოსახლეობამ შესანიშნავად იცოდა თუ ვინ უნდა დაბადებულიყო და თქვენ თუ კედლებს დააკვირდებით, აი აქ ახლა მე ვეცდები შემოვხაზო ეს ადგილი, თქვენ დაინახავთ ხარის თავს. ანუ ამ შემთხვევაში ქალღთაებისა და ხარის თავი ერთმანეთისაგან საკმაოდ დაშორებულია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მშობიარობა თუ შეიძლება ასე ითქვას, ხო, ჯერ დაწყებული არ არის, მაგრამ თაყვანისცემა აი ამ ფეხმძიმე ქალღთაებისა უკვე ჩათალჰუიუკის ეპოქაში არსებობდა. ახლა გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. ეს გახლავთ მეექვსე ტაძრის ერთ-ერთი ასევე საკულტო ოთახი, სადაც უკვე გაცილებით უფრო დიდ ზომებში არის მოცემული იგივე ქალღთაება. თქვენ ხედავთ მარცხენა ცენტრალურ ნაწილში ქალღთაებას ისეთივე ფორმით მოცემულს, ანუ მას ასევე ემჩნევა რომ იგი ასე ვთქვათ ფეხმძიმედ არის, მაგრამ დააკვირდით თუ შეიძლება მის ქვემოთ, მოდით პირდაპირ ვიტყვი, ხო? შოს ქვემოთ პირდაპირ უკვე ნაჩვენები არის სამი ხარის თავი. უკვე კედლებზეც არის ნაჩვენები ხარის თავი და უკვე ამ ქალღთაების ქვემოთაც არის მოცემული ხარის თავი, რაც იმას მიუთითებს, რომ დიახ, ეს მომავალი ღვთაება არის ხარის იპოსტასის მქონე, ხარის თუ გნებავთ ხარის ტყავში დაბადებული და ჩვენ ამაზე ცოდნა მოგვიანებით ვიტყვით, მაგრამ ვინ იყო ეს ხარის იპოსტასის მქონე ადამიანი? აი აქ ახლა მოცემული არის ტრიპტიხი იგივე ჩათალჰუიუკის ერთ-ერთი ტაძრიდან, სადაც ცენტრალური ნაწილი წარმოდგენილი არის ისევ ქალღთაებით. თუ შეიძლება დააკვირდით სულ ზევით, აი აქ მოთავსებულ ქალღთაების გამოსახულებას და მის საშოსთან მოთავსებულ ქართულ ასომთავრულ ხარს. იგი შავი ფერით არის მოცემული. ანუ აქ ჩვენ უკვე პირდაპირ გვეუბნება ჩათალჰუიუკის რომელიღაცა მხატვარი, ხო, რომ ამ ქალბატონმა, ამ ღვთაებამ უნდა შვას ხარი, რომელსაც თავისი გამოხატულება აქვს ქართულ ასომთავრულ ამბანში, იმიტომ რომ ჩვენ აქ ქართული ასომთავრული ამბანის ასონიშანი გვიწერია და აბა ახლა გავიხსენოთ, ჩემი ნაშრომებიდან სავსებით ნათელია და ნაჩვენებია ისიც, რომ ხარი, ანუ უпростоრად მოდით ასე ვიტყვი, ამირანი ქართულ ასომთავრულ ამბანში წარმოდგენილი არის მისი ხარის იპოსტასით და 34 ადგილზე ზის ქართულ ასომთავრულ ამბანში. სხვაგვარად, ის ვინც ეს ტრიპტიხი შეასრულა, შესანიშნავად იცოდა თუ რაზე საუბრობდა და რა სიმბოლოებს იყენებდა აი ამ ტრიპტიხის შესრულების დროს ნეოლითის პერიოდში. ვიმეორებ, ეს არის ძველი წელთა აღრიცხვის მე-7000 წლეული. ცოტა ქვემოთ მოთავსებულ იგივე ქალღთაების გამოსახულებაში უკვე ასომთავრული ხარის სიმბოლო უფრო სტილიზებული ხარის თავის მეშვეობით არის გადმოცემული და კიდევ უფრო ქვემოთ უკვე ფაქტობრივად რეალური ხარის თავია ნაჩვენები. ამით ჩვენ გვიჩვენებენ იმ გრადაციას, თუ რითი დაიწყო და რისკენ მიდის აი ის ინფორმაციული სისტემა, რომლის გადმოცემასაც ლამობს ჩათალჰუიუკის ეს მხატვარი. იწყება ჩვეულებრივ
ბუნებრივი ხარის ზოომორფული ხარის გამოსახულებით, თანდათან გადავდივართ მის სტილიზებულ გამოსახულებაზე, ხოლო შემდეგ კი ავდივართ ქართული ასომთავრული ანბანის ხარის გამოსახულებაზე, ხარის სიმბოლოზე, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავიგოთ ეს, რომ ეს დროში გაწელილი ამბავია, როდესაც ეს მხატვრობა იქნებოდა, უკვე მთლიანად მთელი ეს პროცესი, მთელი ეს სისტემა უკვე მათთვის ცნობილი იყო და სწორედ ამის გამო შეეძლოთ მათ აი ამ ტრიპტიხის საშუალებით სწორედ ამ ინფორმაციის აი ესეთი გრაფიკული სახით გადმოცემა. ახლა ავიღოთ კიდევ ერთი გამოსახულება. ეს გამოსახულება, ეს საკულტო ოთახი ჩათალხუიუკის მეშვიდე ტაძარშია მოთავსებული. ოღონდ ცოტა განსხვავებული მდებარეობით დასავლეთ და სამხრეთ კედლების რეკონსტრუირებული მხატვრობა გახლავთ ეს. თუ ამას დავაკვირდებით, აღმოჩნდება, რომ აქ უკვე მოცემული გვაქვს ჩვენ ორი ღვთაება და ორი ღვთაების ქვემოთ უკვე მოცემული არის ერთი ხარის თავი. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ორი ღვთაება მაქვსო და ერთი ხარის თავიაო, რაღაცა გაუგებრობას ქმნის აქ უკვე მხატვარი ან შემსრულებელი ხო ვინც იყო, ვინაიდან ბუნებრივად, ლოგიკურად ყველასთვის ცნობილია, რომ ერთ ღვთაებას ან ერთ ქალბატონს შეუძლია ფაქტობრივად ერთი შვილის შობა, ხო? აქ კი ჩვენ ორი ღვთაება გვაქვს და ორ ქალღვთაებას რანაირად შეუძლია ერთი შვილის შობა, ხო, წარმოუდგენელი ალოგიკური ვითარება აქვს ფაქტობრივად დახატული, მაგრამ ჩვენ აქ ისევ და ისევ უნდა გავიხსენოთ დალის ასტრონომიული სახე და დალის ერთ-ერთი ასტრონომიული სახე გახლავთ სწორედ მისი ცისკრის ვარსკვლავის ასტრონომიული ფორმა და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს უკვე ჩვენი საუბრების პროცესშიც კი, რომ ცისკრის ვარსკვლავს ორი განსხეულება აქვს, ხო, შეიძლება ასე ითქვას, ეს არის დილისა და საღამოსი, როგორც გქონდა მაგალითად საღამოსის შტარი და დილის შტარი, ასევე დალისაც, თუმცა დალიში მხოლოდ ცისკრის ვარსკვლავის ცნებაა ჩადებული იმის გამო, რომ ქართველებისთვის უპირველეს ყოვლისა მთავარი იყო ნათელი ვარსკვლავი და ცისკრის ვარსკვლავის ნათელი სახე. მაშასე გამოდის, რომ აი აქ ჩვენ ორი ქალღვთაების სახით მოცემული გვაქვს დალის ასტრონომიული სახე, მისი ცისკრის ვარსკვლავის განსხეულება და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში უკვე არანაირ გაუგებრობას ადგილი არ აქვს. ეს არის ერთი და იგივე ქალღვთაების ორი განსხვავებული ასტრონომიული სახე და რა თქმა უნდა მას ერთი შვილი ეყოლებოდა, ერთი ხარი ძე. ახლა გადავიდეთ კიდევ შემდეგ გამოსახულებაზე. ეს გამოსახულება აღებული არის მეშვიდე და მერვე ტაძრებიდან და მასში გამოსახული არის ურჩხულის მაგვარი ფრინველი, აი თქვენ ხედავთ ამას, იმედი მაქვს სლაიდზე ძალიან კარგად და აი ამ ურჩხულების გვერდით გამოხატული არის უკვე ადამიანის ფიგურები, მაგრამ ამ ადამიანთა ფიგურებს არ აქვთ თავები. როგორც ამას მკვლევრები ფიქრობენ, საქმე იმაში, რომ ეს მონადირის სცენა უნდა იყოსო და აქედან გამომდინარე, აი ამ ურჩხულებმა თავი მოაგლიჯესო, აი იმ მონადირეს, რომელსაც ისინი ებრძოდნენ, მაგრამ ჩვენ თუ დაუკვირდებით აი ამ ნადირობის თუ შეიძლება ასე ითქვას სცენას და აი ამ ადამიანების გამოსახულებას, აღმოჩნდება, რომ თავის ადგილი ისე აკურატულად არის გაკეთებული, ისეთი სწორი ხაზია გავლებული, რომ აქ მოგლეჯილი თავის ან მოწყვეტილი თავის არანაირი ნიშანწყალი არ დევს. უფრო მეტიც, რატო უნდა ყოფილიყო ერთი ურჩხული გვაქვს და გვაქვს რამოდენიმე, ასე ვთქვათ, უთავო მონადირე. ხო, აქედან აი ამ რაოდენობისა და უთავობის ახსნას სწორედ ქართული ამირანიანი იძლევა.
ჩვენი საუბრების დასაწყისში ჯერ კიდევ პირველი ციკლის დროს ვახსენეთ, რომ ამირანის მამა უცნობი პიროვნებაა და მისი უცნობობა განპირობებული არის არა მხოლოდ იმით, რომ მის სახელს არ იძლევიან, არამედ იმითაც, რომ მას ძალიან ბევრი სახელი აქვს. ვინაიდან ბევრი სახელის შემთხვევაშიც, ისევე როგორც სახელის არ ქონის შემთხვევაში, ჩვენთვის პიროვნების იდენტიფიკაცია ძალიან რთულია. აი აქ სწორედ ეს მომენტია ასახული. ამირანის მამა არის სხვადასხვა სახის, სხვადასხვა სახელის მქონე პიროვნება. მისი რაოდენობაც, რა თქმა უნდა, გამოწვეულია სწორედ ამით, მაგრამ ის ფაქტი, რომ მას თავი არ აქვს, არც ერთ გამოსახულებაში თავი არ აქვს, ეს უკვე მის უცნობობაზე მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ არ ვიცით ამ პიროვნების დასახელება. მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება თურმე ძალიან მრავალი სახე ჰქონდეს, ჩვენ მისი იდენტიფიკაცია არ შეგვიძლია. სინამდვილეში კი ჩათალჰუიუკის აი ამ ტაძრის კედლის გამოსახულება ჩვენ უკვე წინსწრებით გვეუბნება, რომ ჩვენ საქმე გვექნება ფრინველ ურჩხულთან. მოდით ვთქვათ იგივე არწივის მაგვარ ადამიანთან, ხო, რომელთანაც ჩვენ შეგვიძლია უკვე მე-14 საუკუნის ძველი წელთა აღრიცხვის ანატოლიურ საბეჭდავთან მოვახდინოთ იდენტიფიკაცია და არის აგრეთვე ამირანის მამაც წარმოდგენილი აი იმ თავისი მრავალ სახეობით, მაგრამ თავისივე უცნობობით. ამით ფაქტობრივად ჩვენ ჩავდივართ ნეოლითის ხანაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის 7500 წელი, როდესაც ამირანიანის სისტემიდან ამოღებული უზარმაზარი ეპიზოდები არის ჩათალჰუიუკის ნეოლითური არქეოლოგიური ძეგლის კედლებზე გამოსახული და აქვე მოგახსენებთ, რომ ჩათალჰუიუკი თავისი მხატვრული თვისებებით და მხატვრული სახით მსოფლიოში განთქმული არქეოლოგიური ძეგლია. მას ვერც ერთი ძეგლი ვერ შეედრება თავისი მხატვრობით და აი ამ გამოსახულებების სიმდიდრით. და ახლა სანამ მე ამ საუბარს დავამთავრებ, მე მინდა თქვენ გაჩვენოთ ჩათალჰუიუკში აღმოჩენილი ერთი პაწაწინა ქანდაკება. ეს არის ქალღმერთების მიერ თავისი ძის, ანუ იგივე ამირანის შობის სცენა. თქვენ ხედავთ, რომ ეს იგივე ქალღმრთება დალია, იმიტომ რომ იგი ტახტზე ზის და ტახტის ორივე მხარეს მოთავსებული, უпростоრად ტახტის ორივე მხარეს სახელურებს ფაქტიურად გარეული ცხოველებია ეს კატისებრთა ჯიშის ცხოველები წარმოადგენენ, ხოლო მის ფეხებს შუა ჩვენ ვხედავთ სიმრგვალეს, რომელიც უკვე დაბადებული ამირანის თავი გახლავთ. ეს რა თქმა უნდა არ თუ შეიძლება ასე თქვას ეწინააღმდება ქართულ თქმულებებში გამოხატულ აზრს, მაგრამ იდეა იმისა, რომ ქალღმერთებამ უნდა შვას მომავალი ღმერთი დედამიწისა უკვე ცხადად არის წარმოდგენილი და წარმოდგენილი არის ქანდაკების სახითაც. ახლა ჩვენი საუბრის დასასრულს მე მინდა წაგიკითხოთ თქვენ პატარა მონაკვეთი მელაარტის ნაშრომიდან, რომელიც მთლიანად მელაარტმა გათხარა თვითონ ჩათალჰუიუკი და შემდეგ დაწერა წიგნიც იგივე სახელწოდების და აქ ერთ-ერთი ტაძრის გათხრების დროს მათ აღმოაჩინეს ძალიან საინტერესო რამ და ეს საინტერესო რამ იყო ჩვილი ბავშვის ნაადრევად დაბადებული ბავშვის ძვლები. იყო შეხვეული ძალიან ფაქის რაღაცა მასალაში. ეს მასალა რა თქმა უნდა ძალიან შელახული იყო, მაგრამ ამაზე ჩვენ ამირანიანი გვეუბნება, რა მასალაში უნდა ყოფილიყო ბავშვი გახვეული. ძვლები იყო წითლად შეღებილი, რაც მოწმობს მის ღვთაებრივ წარმომავლობას. იქვე ბავშვთან ერთად იყო დამარხული პატარა ჭყვიალა ნიჟარის ნატეხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პიროვნება ბრწყინავი პიროვნებაა, ღვთაებაა, მეორე დადასტურება მისი ღვთაებრიობისა და გარდა ამისა, იქვე აღმოაჩინეს ოფსიდიანის პაწაწინა ანატკეჩი.
უნდა მოგახსენოთ, რომ ობსიდიანის ანატკეჩი გამოიყენებოდა როგორც დანა და ჩვენ კი ვიცით, რომ ამირანი დაიბადა თავის იარაღთან ერთად, თავის დანასთან ერთად მე-7,000 წლეულში. ძველი წელთა აღრიცხვით, რანაირად იცოდნენ ჩვენი ამირანიანის დაბადება, აი ასე, ნაადრევად, ღვთაებრივი ელემენტებით გარემოცული, თავის განუყრელ ხმალთან თუ დანასთან ერთად. ახლა მსურს, რომ აი ეს მონაკვეთი წაგეკითხოთ მელაარტის ნაშრომიდან ჩატალხუიუკი ჩემი ქართული თარგმანით. რაც ჩვენი დეშიფრირების ისტორიის უკაცრავად ეს სხვა დამაგვირგვინებელი ფაქტი M6A ტაძარს შემოუნახავს, სადაც ავტორის სიტყვებით რომ თქვათ, ნაადრევი მშობიარობის გამო გარდაცვლილი ჩვილის სხეული უჩვეულოდ არის დაკრძალული. ტაძარში E6A ნაპოვნი იქნა აგური, რომლის ჩამოვარდნამ ტოპრაკის ანაბეჭდი გამოაჩინა. მასში ნაცქსოვილში დიდი სიფრთხილით გახვეული ოხრით წითლად შეღებილი ჩვილის ძვლები და ჩატანებული ორი საჩუქარი აღმოჩნდა. ბზინავი ნიჟარის პაწაწინა ნატეხი და ობსიდიანის პატარა ანატკეჩი. მელაარტი მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ ეს ფუთა ბეჭდავი მახვეწლის შესაწირია ტყუპი ღვთაებისათვის. მაშინ, როცა ყველა ქართველისთვის აღწერილი ვითარება ამირანის ნაადრევი დაბადებისა და ხარის ტყავში გამოშუშების დედანს წარმოადგენს. მეტიც ჩვილის წითლად შეღებილი ძვლები მისი ღვთაებრიობის მაჩვენებელია, ხოლო ობსიდიანის ანატკეჩი კი ხმლის ნეოლითური ანალოგია. ჩვენ ამით ფაქტობრივად ვამთავრებთ ამირანისა და თევზის ურთიერთკავშირის განხილვას, რომლის დროსაც, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო კიდევ სხვა საკითხებსაც შევხებოდით ამირანიანიდან. და ახლა მე მინდა, როგორც ბოლო სლაიდი, დაგიტოვოთ თქვენ ის უზარმაზარი სქემა, რომლის დროსაც ამირანიანის თქმულებები უკვე არსებობდა და იგი შეიძლება ასე ითქვას სიცოცხლეში ხორციელდებოდა. ვიწყებთ ჩატალხუიუკიდან, მარცხენა კუთხიდან, რომელიც არის 7,000 წელი, მერე მოდის ერიდუ, რომელიც არის 5,400 წელი. შემდეგ მოსის ვეშაპოიდები 5,000 წელი. შემდეგ მოდის ურუკის პერიოდი, ადრეული და გვიანი ურუკის პერიოდები. მოსდევს ამას ადრე დინასტიური პერიოდი, შემდეგ უკვე მოდის ანატოლიური საბეჭდავი, მერე უკვე მოდის ჩვენი დავათის სტელა და რა თქმა უნდა აწმყოში არსებული ჩვენი ამირანიანის თქმულებები. მოდით ამით დავამთავროთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა, რომელმაც ნათლად გვიჩვენა, რომ ამირანის ერთ-ერთი სახე გარდა ხარის სახისა ყოფილა აგრეთვე თევზის გამოსახულება, თევზისა, რომელმაც შუმერებს ცივილიზაცია მიუტანა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და გემშვიდობებით შემდეგ პარასკევამდე. კარგად ბრძანდებოდეთ.